მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ პანოპტიკონზე, ფილმზე, რომელიც საქართველოს 2026 წლის ოსკარების დაჯილდოებაზე წარადგინა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია გიორგი სიხარულიძე. ეს არის რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი. პრემიერა შედგა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე. მრავალშრიანი ნამუშევარია. იგი მოგვითხრობს უხილავ ზღვარზე დაკვირვებასა და დაკვირვების ობიექტად ყოფნას შორის. ამასთან მოგვითხრობს დილემაზე, ინტერესთა კონფლიქტზე, თაობათა შორის სხვაობაზე, დოგმებისა და კონსერვატიზმის დაპირისპირებაზე, მოდერნიზაციასთან და ამ ორი ფენომენის ჭიდილზე და ეს გარემოება ძალიან abnevs მთავარ პერსონაჟს 16 წლის სანდროს და თავის თანატოლებს. დღეს ვსვათ ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად მსურს წარმადგინო ია სუხიტაშვილი და დათო ჩაჩუა. მოგესალმებით მეგობრებო, მთავარი როლის შემსრულებლები ბრძანდებით სანდრო და ნატალია, ხო? დათო, მოდი თქვენგან დავიწყოთ. ახლა ვახსენე ის დილემა, რომლის წინაშეც დგას სანდროს პერსონაჟი, თუმცა მე ძალიან ზედაპირულად ვთქვი, უფრო ღრმა არის ის პრობლემები, რასაც უმკლავ ადამიანი 16 წლის ასაკში ისედაც ყველანი ვდგავართ ხოლმე, ხო? ეს გარკვეული დილემის წინაშე და ამ ადამიანის შემთხვევაში კიდევ დამატებითი ფაქტორებია, რაც იწვევს მასში ამ ეგზისტენციალურ კრიზისს. მოგვიყევიდეთ იმ პროცესზე, როცა წაიკითხეთ სცენარი და დაიწყეთ გასიგრძე განება ამ პერსონაჟის მთელი ტკივილის რით გგავთ, რა ისწავლეთ მისგან მოგვიყევით. სალამი. სალამი. ხო, მე და გიორგი ესე იგი პირველად დავიწყეთ ამ სცენარის კითხვა. ძალიან ბევრი საერთო რაღაცები აღმოაჩინეთ, ანუ ჩემსა და სანდროს შორისაც და გიორგის და სანდროს შორისაც და მე ჩვენ სამ შორის რა. ანუ ძალიან გულწრფელია სცენარი გამოდის. ხო, სამხედროა და უბრალოდ აი ჩემთვის რაც არის იდენტური ჩემთვისაც და გიორგისთვისაც და სანდროსთვისაც ის არის რომ სამივეს ეგეთი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან მაგასაკში როგორც სანდროს აქვს რა. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ვერ ახდენდა მამა ჩემი ეგეთ ძლიერ მანიპულაციას ჩემზე რა. გავლენას როგორც სანდროზე ახდენს და გიორგის შემთხვევაშიც არ ვიცი ზუსტად ვერ მოვყვები, მაგრამ აი ეგრო უმამოდ ვიყავით სამივე და აი ეგრო რაღაც მომენტებში ძალიან მჭირდებოდა მამა, ძალიან ნაცნობი იყო რა. და დავიწყეთ სცენარის წაკითხვა და წავიკითხეთ ერთხელ ეს მთლიანი სცენარი და მე წავიკითხეთ მეორეჯერაც ეს მთლიანი სცენარი და მე წავიკითხეთ მესამეჯერაც ეს მთლიანი სცენარი და რა ვარ იმდენად რაღაცნაირი იყო აი ამ პერსონაჟის შექმნა. თავის ყველაფრით რა, აი თავის მიმიკები, ჟესტები, მიმიკები ხო ყველაფრიანად რა. ერთი დიდი სიამოვნება იყო უფრო მეტად ალბათ მოსამზადებელი პერიოდი ვიდრე გადაღება, იმიტომ რომ მოსამზადებელი პერიოდი უფრო დიდი ხანი იგრძელდებოდა ვიდრე გადაღება. როგორ გრძელებოდა გადაღებას დიდი ხანი უფრო აუჩენდი გადაღებას. გასაგებ ხო, ყოველთვის ასეა, რომ შეიძლება გადაღება გაგრძელდეს მაგალითად ერთი თვე და მოსამზადებელი პროცესი შეიძლება წლებიც კი გრძელდებოდეს, ხო? მოდი ავხსნათ მაყურებელს, ვისაც არ აქვს ნანახი, რას გულისხმობთ აი ამ შემთხვევაში მამასა და შვილს შორის, რა კონფლიქტია, რაღაცა კონკრეტულ არჩევანს აკეთებს მამა, ხო? სანდროს შემთხვევაში როგორც არის დედმამასთან ეს ფიზიკური ურთიერთობა არ აქვს. ძირითადად ეგრე არ იყო ჩემ შემთხვევაში, მაგრამ მე დედასთან ერთად ცხოვრობდი სულ და ბებოსთან ერთად. ეგეც ანუ ისეთ მარტოსულობას არ ვცნობდი როგორც სანდრო სრულიად მარტო არის დედა ამერიკაში, ძალიან ნაცნობი სურათი არის რა. ემიგრაცია, სოციალური ფონი. ბებო გზრდის რა, ძალიან ნაცნობი ამბავი არის, იმიტომ რომ ძირითადად ხა მეც ხო დედა იყო, მაგრამ დედა ხო მუშაობდა და მეც მაინც ბებო გზრდიდა. ხო და სანდრო ძალიან მარტო არის, იმიტომ რომ დედა ამერიკაში მამა გამოუდგა ისეთი კაცი რომელიც უყვარს. ეგ არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რომ მამა უყვარს, მამის აზრსაც ძალიან დიდ პატივს სცემს.
აი ამ პრობლემის წინაშე საქართველოში ხშირად ვდგავართ ადამიანები. შეიძლება ეს გლობალური პრობლემაც იყოს, რომ აი ჩვენი ცხოვრების სცენარი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არის ნაკარნახევი საზოგადოების, გახ შემთხვევაში მშობლების გავლენის ქვეშ ვართ. ხშირია კი და სანდროს სცენარიც ეგრე მიდიოდა რა. მამამის უნდოდა რომ ფეხბურთზე არა და მაგით დადიოდა ფეხბურთზე, მაგრამ სანდროს საერთოდ არ აინტერესებდა იმ ფეხბურთის სიარული რა. საერთოდ არ უნდოდა რომ დიდი ფეხბურთელი გამოსულიყო მაგალითად რა და ძალიან ბევრი აი მაგალითად აი თუნდაც ის რომ ჯვარს ყურადღება არ მიაქცია და ზოგისთვის მართლა გასაკვირი არის ალბათ რომ ამან რო ეკითხება რომ ჯვარი რანაირად უნდა დაკარგო, მაგრამ ზოგისთვის საერთოდ არ არის გასაკვირი რომ შეიძლება ჯვარის დაკარგო და სანდრო აი მაგალითად ამ ჯვარს რომ ესე დიდ ყურადღებას არ აქცევდა, აი ლოცულობდა ხატების წინ, მაგრამ მაგასაც იმიტომ აკეთებდა რომ მამა თხოვდა და მოკლედ მამა იყო მისთვის ავტორიტეტი რა ესე. მუდმივად თავს იმართლებს პერსონაჟს და მაყურებელი განიცდის ამ უხერხულობას. ამას მე ვთქვი რომ ბოროტა გიყენებს და აი ამ რაღაცა რიდს და იმ რაღაც აქვს სანდროს მის მიმართ, ამას ბოროტა იყენებს და ყველანაირ იმ წუთში რა მაგასაკის ადამიანი რას გადის ხო? საკუთარი თავის ძიება, ადგილის პოვნა, რაღაცა ჰორმონალური, სექსუალური რაღაცა გაწყვეტა და პირველად დაკეთებ რაღაცეებს. ყველაზე მაგარი მეგობარი მომდრო ალბათ მამა უნდა იყოს ან ძმა რა. სანდროს ძმა არ ყავდა და მამა უნდა ყოფილიყო ადამიანი, ვისაც ყველაფერს გაუზიარებდა, ვისაც ეტყოდა რომ გოგო მოეწონა, ვისაც ეტყოდა რომ აი გოგოსთან როგორ მოვიქცე რჩება. ხო და მამა იმდენად დაკარგულია თვითონ რომ ამ ბიჭსაც კარგავს რა, ეუბნება რომ შენ შეყვარებულთან არ შეიძლება სექსუალური ტოვები გაგაჩნდეს იქამდე სანამ ცოლად არ მოიყვანო. ეს დოგმების დაწერილი კანონები. და ამ დოგმებს ითავისებს ეს სანდრო და ლოგიკურად მე ექნება პრობლემები ცხოვრებაში, იმიტომ რომ მის თანატოლი ახალგაზრდები ეგრე არ არიან. ხო, თინა მაგალითად მის შეყვარებული ბევრად უფრო ისეთი გოგო არის, ბევრად უფრო თავისუფალია, ბევრად უფრო ლიბერალია, რაღაც ხალხატვარია, ტატუ აქვს, აი კონფლიქტი აქვს ერთმანეთში. უნდა თავის შეყვარებული, უნდა თავის შეყვარებულთან სრულფასოვანი ურთიერთობა. უნდა ეს ყველაფერი და ამას აი ეს მამის რაღაცეები აქვს ჩარჩენილი. მამა ეუბნება რომ ბოდიში რაღაცა თვითონ როგორ მივიდა იქამდე რომ მე თქვა გადაეწყვეტა იმ სულიერებაში წასვლა, იქამდე ხო იცხოვრა საერო ცხოვრება. მამა. ხო რა და ხო ეს კითხვები გვაქვს, ეს კითხვები გვებადება თან ერთ-ერთი დეტალია, როცა ეუბნება სანდრო რომ დედაჩემს მოეწონა შენი არჩევანი, რაღაც მომენტში ამხნევებს მამას და ეს ძალიან უხარი იმდენად რომ გულიც მისდის იქ რაღაც სხვა ფაქტორების გამო კარგავს გონსის კაცი, მაგრამ ეს თან ახარებს რომ ეს არჩევანი მოსწონთ. თან ცდილობს მაინც რომ დედმამა შეარიგოს რა, ყოველთვის დედას ეუბნება რომ იცი, აი მამა მეს გააკეთა, მამა ლოცულობს შენზე, ჩვენზე, ყველაზე. იმ კაცს პროტა იმდენად გული აქვს ნატკენი იმ კაცისგან, რომ საერთოდ არ ინტერესებს ის ლოცულობს თუ ჭამს. აი ეს იყო კეთილი ტყუილი სანდროსგან, როცა მამას უთხრა ეს ინფორმაცია. იასთან გავაგრძელოთ საუბარი, თქვენი პერსონაჟი არის თავშესაფარი სანდროსთვის. და თუ კი ეს თაობათა შორის კონფლიქტი მართლაც მარადიული თემა არის, ახალ თაობას არ ესმის ძველის და პირიქით, ეს არის ქალი, რომელიც თავისი თაობისგან განსხვავდება. ძალიან ცოტაა დიალოგი თქვენ შორის, არ არის ბევრი, თუმცა როცა ერთ სივრცეში ხართ, მზერით ნათქვამია რომ მე მესმის შენი, შენ გესმის ჩემი, აი მოგვიყევით თქვენს პერსონაჟზე და ამ გაგებაზე, ეს ინტუიციური გაგებაა ერთმანეთის. ერთ რამეს ვიტყვი მანამდე, სანამ კითხვას გავცემ პასუხს. სცენარი როცა წავიკითხე, მე მოხდა ის, რომ გიორგი ჩამოვიდა საქართველოში, ამერიკაში. რომ დავსხედით და სწორი თქვა და თან მოსამზადებელი პერიოდი. არ იყო პატარა, ხშირად ხვდებოდით, საუბრობდით, მე რაღაცა ბოლოსკენ უკვე რეპეტიციებიც გავიარეთ კონკრეტულ ბინაში და რაღაც. ესეთი რამ თქვა პირველ შეხვედრაზე, როდესაც გავცვალეთ ინფორმაცია, მეც რაღაცა მოკითხულ ხო შენი აღქმები რაღაცა შეგრძნებები, გეუფლება ასე შემდეგ და ძალიან დავემთხვიეთ ერთმანეთს, რასაც მე ვფიქრობდი ნატალიაზე, მას რა უნდოდა და ერთი რამ თქვა, რომ მე რა მინდა ვიცი ამ კონკრეტული სცენებიდან, როცა ეკრანზე დადგებაო და მაყურებელი ნახავსო.
გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ ხალხზე ცალკე კიდე ნახონ ისტორიაო და როცა უკვე შედგა პრემიერა, ვიღაცა მეზობმა საქართველოში არა, მაგრამ სხვაგან ნახეს ამ ფილმის პრემიერა. იყო ძალიან ხშირად არის ხოლმე მithmes ემიგრაციაში, ვინც არის გეძებე სოციალურ ქსელში წერენ, ხო? და იყო რა ნახავდი დიდი სიამოვნებით ამ ხალხზე ცალკე თქვა ისტორიას როგორ რატომ არის მარტო ხელა დეიდა, ბევრი კითხვა ჩნდება. ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ყოველთვის მე გიორგისაც უზიარებდიცი აი ესეთ მსგავსი რამე მომწერეს და არაერთი იყო ესეთ წერილი. და თვითონ სცენარი ძალიან შემძრელია. ჯერ მე თვითონ დედა ვარ. ორი შვილი მყავს, ორივე ვაჟიშვილი და უფროსი მით უმეტეს არის მათ ასაკში. დიახ. თინეიჯერი. მიუხედავად იმისა, რომ მე ბევრად დიდი ვარ მათზე, მე გავიარე ეგ ასაკი ისე, რომ აი დედაც გვერდით მყავდა, მამაც გვერდით მყავდა და ცოტა სხვანაირი ცხოვრება იყო. ბევრი რამე არ იყო, რაც თქვათ ახლა მათ აქვთ, რაღაც საშუალებებზე მაქვს საუბარი. მაგრამ ძალიან თავისუფალი ვიყავი ყოველთვის არჩევანში. აი არ მქონია რომ მათი მხრიდან რამეზე შებოჭო ქონოდეს და თუმცა იმ მდგომარეობაში ჩადგომა რომ მუდმივად შეიძლება მშობელმა თავისი მოგახვიოს. ყველას ქონია. ხო, მინიმალურ დონეზე მაინც ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ესე არსებობა. ხო. და როდესაც ვუყურებ განსაკუთრებით აი სანდროს პერსონაჟს, ხო? მე თუ კი მკითხავს ვინმე რომ აი რატო უნდა მივიდე და ვნახო ფილმი, თუმცა ეს კითხვა საშინელად მაგიზიარებს. ყველას თქო ვისაც ყავს ამ ასაკში ბავშვი, ანუ მოზარდია, თინეიჯერია, ყველას მშობლებს უწევ რეკომენდაციას რომ წავიდეს და ნახოს ეს ფილმი. მე ვფიქრობ ძალიან ბევრ ამაზე და ვფიქრდები ჩვენს ეგოიზმზე მშობლების, როცა ჩემი შვილი ირჩევდა პროფესიას. ძალიან ბევრჯერ ვკითხე, იმიტომ რომ აირჩია პოლიტიკური ეკონომიკა, ფინანსები და რეგულაციები და ძალიან ბევრჯერ ჩავეკითხე. რატომ? მართლა ხო გინდათ რომ ყველაფერს რასაც ირჩევ ძალიან უნდა გინდოდეს. ეხლა ვუყურებ რომ ძალიან უნდოდა როგორც ჩანს, ეტყვა ამაზე რაღაცა თავის ბოლო წლებში, ბოლო 2 წელი დაფიქრდა. და ეხლა ვუყურებ რომ გამიზნულა და აქ ისე რომ აი რაღაცა მოწონს, რასაც აკეთებს. ძალიან რთულია აკეთო მხოლოდ მშობლის სურვილი, მშობლის კარნახი, რა თქმა უნდა, მშობელი გარკვეულ რჩევებს გაძლევს. მე არ მეგულება ეხლა ესე მშობლები, მოდი ისე მშობლებზე ვლაპარაკ, რომ შვილისთვის რამე ცუდი უნდოდეს, მაგრამ ძალიან ხშირად არის რომ რაღაცა ეგოიზმი, ეგოისტურად ვართ განწყობილი. სულ მახსენდება სხვათა შორის ამ სცენარს ვკითხულობდი ერეკლე დეისაძის სიმღერა, რაც მამას უნდა. ხო. სულ მახსენდებოდა. იმიტომ რომ ეხლა აქ არის კონკრეტულად მამაზე ხო, მაგრამ აი როგორც ბებოს უნდა, როგორც დედას უნდა, როგორც მამას უნდა, თითქოს ეს უნდა გააკეთო, არ არის ეგრე. თავისუფლება გჭირდება რაღაც არჩევანში. მართლა ჯობია წაიმტვრიო, ცხვირპირი, მაგრამ შენ დაუშვა ეს შეცდომა. და რა ის რომ აი მაგალითად აი ჩემი ნაკარნახევით და მე ვერ რეალისტე რა. სულ მაგას ვერ რეალისტე. ძალიან რთულია ჩარევა. იგივე აი ეხა ფეხბურთის ბუმია რაღაც ხო? აი ფეხბურთელი და ყველა ფეხბურთზე შევდეს. ხო, მაგრამ კითხეთ კი ძალიან კარგად. საკუთარი ოცნებების ახდენა ხდება. საკუთარი არ შულების მეშვეობით. თქვენი პერსონაჟი ეს ფრაზას ამბობს, სანდროს ეუბნება, რომ აი ზოგჯერ მგონია რომ მხოლოდ დედა ვარო. აი თითქოს ეს არისო ჩემი ძირითადი როლიო და ესეც დოგმა საქართველოში თითქოს ასე მიიჩნევა, რომ საქართველოში ძალიან ყველა ქალი უნდა გახდეს დედა, დედა რო გახდება, იქ უნდა გადადოს თავისი ინტერესები, თავისი ჰობი და მხოლოდ შვილს მიუძღვნას ეს ცხოვრება და ეს ხალი განიცდის. ეს რამეს ვიტყვი. როდესაც უკვე ხვდები რომ ხარ მდგომარეობაში და თქო 9 თვის შემდეგ შულს გააჩენ. პასუხისგებლობა ისედაც არის ამ ადამიანზე, მით უმეტეს სანამ სრულწლოვანი გახდება, იმიტომ რომ იბადება ადამიანი, რომელსაც არავინ არ ეკითხება, რომელ ქვეყანაში უნდა გაჩენა. რელიგიურადაც 40 დღის მერე ვნახოთ, ანუ ამასაც არ მეკითხებით. სახელს არ ირჩევს, გვარს არ ირჩევს, მშობლებს არ ირჩევს. შენ ხარ პასუხისგებელი, რომ გარკვეული ხელსაწყოები ცხოვრებისეული მისცეთ უნდა 18 წლამდე. რომ მე როდესაც შეიძლება უცბად ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, მაგრამ აღარ იყო მის გვერდით. და უნდა გქონდეს დამოუკიდებელ ლავირების საშუალება. ეს ისედაც არის ეგ პასუხისგებლობა. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ
გადავდო ჩემი თავი, ყალიბში ჩავსვა და გავხდე და იმიტომ იცი რა შეიძლება მაგიტომაც უჩნდებათ ამბიცია მშობლებს საქართველოში რომ რაღაცა შვილს მიმართულებები მისცენ, იმიტომ რომ აი საკუთარი თავიდან დაკარგული აქვთ რომ აი მე რასაც ვერ მივაღწიე, მოდი ხშე უნდა გახდა ეს, არ ვიცი, ექიმი ან რაღაცა კონკრეტული. იმიტომ დღემდე მესმის მაგალითად რომ აი ამდენი ეხა ამისთვის ცალია რომ ეხა სალონში დადის თმას ივარცხნის. ღმერთო ჩემო რატო ვინმე მაკრძალა რომ დედა რომელიც თუნდაც 3-4 შვილი ყავს მოწესრიგებული იყოს და კარგად გამოიყურებოდეს. ამას ვერ ვხვდებ რა ძალიან ბევრ ამის ლოგ, იმიტომ ვამბობ რომ თითქოს მგონია რომ ძალიან პროგრესულად მოაზროვნეები უნდა ვიყოთ, რაღაც თითქოს რომ მოიტანა, ბევრი საშუალება, თურმე არა, ისევ სადღაც ჩებით და აი ეს ჩემთვის ეს ბევრად პრობლემაა და მით უმეტეს ქალის როლი ამ ქვეყანაში. აი ახ ძალიან სათხებრძოლოს დონეზე ვრჩებით ხოლმე რა. სიტყვები, მხოლოდ სიტყვების რახა. ეს მორალისტობა ვახსენეთ და აი ეს სამბავი ემართება სანდროსაც, ხო? როცა არ მოსწონს თავისი მეგობრის ცხოვრების წესის, მორალს უკითხავს გოგონას, ისე რომ არც ეკითხა იქნება ამდენ ეს მოსწონს ეს თავისი არჩევანი, თუმცა შემდგომ მამის გამო ბოდიშს იხდის. აი ამ მამაზეც გვიამბეთ და იმ გოგონას პერსონაჟიც მიმოვიხილოთ. ხო, ლანა ძალიან ჩვეულებრივ ახალგაზრდა გოგო არის, სკოლის მოსწავლე, ძალიან რთული ბექგრაუნდი აქვს, იმიტომ რომ მამა იბრძოდა აფხაზეთის ომში, წაერთო ფეხები. საერთოდ დედაც ვერ არის მათთან და ლანას ცხოვრება ძალიან რთული არის, თვითონ უნდა არჩინოს ხეიბარი მამა, თავის თავი, არ არის თან დიდი იმას აქში რომ რაღაცნაირად მაგას მოაბას თავი ისე ლაითად და გამამარტივად რა. და იწყებს ამ მუშაობას და სანდრო მაგას ვიცახი სანდრო არასოდეს არ ლაპარაკობს. მთელი ფილმი რა სანდრო ლაპარაკობს, არასოდეს არ ლაპარაკობს სანდრო იმას რასაც თვითონ ფიქრობს. აი, ზუსტად. ანუ სანდრო ლანას ელაპარაკება ვახოს ლაშას პირით. თინას ელაპარაკება მამამისის პირით. ბებიამის ელაპარაკება მამამისის პირით, ანუ პროტესტი. ნატალიას ვერ ელაპარაკება, მაგრამ არ ჭირდება ნატალიას. ნატალიას როცა უყურებს რა. და ეგ ნატალიასთვის სანდრო და სანდროსთვის ნატალია თავშესაფარი, ეგ ეგრე არის ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეგრე მოხდა. ეს ალბათ ეს მარტოობა არის, ფუნდამენტი მათი მარტოობა არის, ხო, აი სანდროს არც გაჩენია მისურვილი, რომ მამა რო ბერა დაეკვეცა, წასულიყო და ლანასთვის მოეყო. ან წასულიყო და თავისი ძმაკაცი არ მახსოვს ანდროს პერსონაჟს რა ერქვა, მაგრამ მაგისთვის მოეყო. ან ლაშასთვის მოეყოლა, ან რავი, ვინმესთვის მოეყოლა რა. რა მაინტერესებს ეს შევიხედოთ ეს გადასაღებონიდან ზე იმპროვიზაციის საშუალება რამდენად გქონდათ? არიან რეჟისორები, რომლებიც უტოვებენ ამისთვის ადგილს სახელმწიფო. გიორგი არის ეგეთი რეჟისორი, რომელიც გიტოვებს მაგის ადგილს. გიორგი არის ეგეთი რეჟისორი, რომ ძალიან ჩვეულებრივად თუ დრო არის დუბლს გჩუქნის. ჩემთვის ძალიან ბევრი გავუკეთებია. გავსი რაღაცა, რომ მე მithოვე ახლა მე მაგალითად მithოვე რომ როცა შემსრულებია გიორგის ხედვა რაც იყო და რაც ნათქვამი რომ ეს გავაკეთოთ, ეგ როცა გამიკეთებია, მithოვე რომ აი თუ არის შესაძლებლობა რომ ერთი დუბლი მაჩუქო და ერთსაც მეც გავაკეთებ ახლა. ხა, მე როგორც ხედავ. არ ქონია გიორგის ეგ რომ არა ახლა არა ჩემს კომპეტენციაში უჩაერები, ანუ ეგ არ ქონია. ხო არის რეჟისორები რომ არ სიამოვნებთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მადლობა ხართ რომ მომიწია ეს რეჟისორებთან მუშაობს, ყველაზე ვერაფერ რა თქმა უნდა, რომელიც გისმენს რაღაცა შენსაც ტოვებს. იმიტომ რომ იმას ისედაც ნაფიქრი აქვს შენამდე. უნებრივია. იმიტომ რომ თუმეტეს ახლა ძალიან ხდება რომ თვითონ წერენ სცენარებს. და თავისთავად მას ჩემზე ბევრად ადრე და უფრო მეტი აქვს ნაფიქრი თითოეულ გმირზე, ფერებზე, კოსტიუმებზე, ამაზე, იმაზე, მუსიკაზე, ბევრ ამაზე, ლოკაციებზეც კი, კი მე თქვა შეიძლება ხელახლა შეირჩეს რაღაცები, მაგრამ ამ ყველაფერზე ბევრად ადრე აქვს ნაფიქრი, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისიც, რომ ძალიან ხშირადაც არა, მაგრამ რომ შენს აინტერესებს, იმიტომ რომ შენ რო წაიკითხე, შენი ემოციური მდგომარეობა აინტერესებს, შეიძლება იმდანაც საინტერესო წარმოიღოს რაღაცა ინფორმაციულად მსახიობმა, რომ ისიც რაღაცა დატოვოს და რაღაცა ყოფილი გახადოს. ძალიან კომფორტული ამბავია. ეხლა ეს მაგალითად პანტიკონის ქარაქტერები არ არის, რომ დაიწერა და აი განვასახიერეთ რა.
ხო, ეს ჩარჩო არა. ყველა პერსონაჟმა რეჟისორთან ერთად აი რატო იყო მაგარი ის მოსამზადებელი, რომ ვქმნიდით ერთად რა. აი სამზარეულოსთან გახსოვს ის საერთოდ იყო ვაჯერ 7 და რაღაცა. აი რაღაცა ხო აი ბევრი რაღაცა. ეს ამომაგები არა ესეც რაღაცები ხო არის. ანუ მისდევნებად ანუ ცოტა რაღაცები ვიხუმრეთ, რაც მე მგონი მე მგონი კაიაო რაღაცა ის უფრო ავთენტურია. შემოვიდა უფრო მეტი ინტერაქციულია. ხო ფერი რაღაც და ისი თქმაც აი კი თამაშობ სანდრო არის იქ და არ არის დათა, მაგრამ აი რაღაცნაირად იმ ლაპარაკში რის თქმაც მინდებოდა, იმის თქმის საშუალება მქონდა და მაგრამ მაგარი იყო რა, რომ აი მაგალითად კი ეს სკრიპტი მორჩა, ანუ წესიდან იქ აღარ წერია არაფერი, მაგრამ მე მინდა ამის თქმა რა. კი, სურს თქმა, ეგ არის გასიგრძე განება პერსონაჟის. მოდით ახლა ესე გლობალურად ავიღოთ, ეს ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია ფილმის დამკვირვებლები ვართ თუ დაკვირვების ობიექტები ვართ, ხო? და ხო, აი ამაზეც ვიმსჯელოთ, იგივე სოციალური ქსელები, სადაც გვაქვს ჩვენი გვერდები, ეგრეთ წოდებული პროფაილები, სადაც დემონსტრებას ვახდენთ ჩვენი ინტერესების, ვიზუალის, ვაკვირდებიან, ჩვენც ვაკვირდებით ადამიანებს. ეს რაღაცა პრობლემაა თუ აქაც ზომიერება უნდა დავიცვათ? ჩემს ზომიერება. მე იმდროს ვიძახდი, რომ ყველაზე მაგარი გამოგონება ადამიანისთვის არის Instagram. და Facebook. დაგვისაბუთებთ, მოყვება კონტროვერსიული შეფასებები. არა, ხო, ну რა კუთხით ვიძახი, იმიტომ რომ ფიქრობდი რა. და ეს მარტო კი არ არის, რომ აი ქართველები ისეთი ცნობის მოყარეები კი არ ვართ, ანუ ზოგადად ადამიანი არის ეგეთი რა და ადამიანისთვის Instagram-ი არის მიგნება, რითითაც სხვა ადამიანის ცხოვრებას უყურებს და აი მაგალითად ერთი გადაცემა არის დღეს ერთ არხზე reality show არის. კი. და რატო ყავს ახლა მაგდენი რეიტინგი, რატო აქვს მაგალითად და მაგდენი ადამიანი რატო უყურებს? იმიტომ რომ ადამიანს ყველაზე ძალიან უყვარს ყურება თვალთვალი. ხო, აი ეგრე ადამიანის რა, ადამიანების, აი რას აკეთებენ, რას ჭამენ, რას იცვამენ, რო ჩხუბობენ, როგორი მაგარი არის. ყველაზე მეტი ნახო ხო მაგ დროს არის გადაცემაზე, როცა ჩხუბობენ რა. კი. და ალბათ უფრო ანუ ეგ თანაბრად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ახლა Instagram-ი ძალიან მაგარი პლატფორმა არის, მეც მაქვს და ყველას გვაქვს და მაგარი არის, რომ ადამიანებს უზიარებ რაღაცებს და შენი ბედნიერება გინდა გაუზიარო, ან შენი დარდი გინდა გაუზიარო, ან ყოველდღიურობა გინდა გაუზიარო, ან რაღაცა ასწავლო. და აი თანაბრად უნდა იყოს ეგ, რომ თან დამკვირვებლებიც ვიყოთ და პირიქითაც, მაგრამ ზოგჯერ ძალიან არის რა, ზოგჯერ ძალიან. რა ხდება მაშინ, როცა მხოლოდ დამკვირვებლები ვართ და გვავიწყდება, რომ ჩვენი ცხოვრება გვაქვს. ეს ვიტყვი რა, არ ვიცი რამდენად ახლა მაგ კითხვას უპასუხებ და პასუხი გამომევა მაგ კითხვას. მე პირადად მინდა ძალიან ვთხოვო ქართულ მაყურებელს. ჩვენი პროფესია მარტო ჩემთვის არ კეთდება და დათუმა თავისთვის არ აკეთებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა მივიღოთ, რასაც ვაკეთებთ, ამისგან სიამოვნება. იმიტომ რომ ეს არის პროფესიული რაღაცა ნება ამ პროფესიის მიმართ, რომ სულ გინდა რომ ვაკეთო და ჩემთვის არ ვაკეთებ მარტო. კი ბატონო. ამას ვაყენებ მაყურებლისთვის. რომ მე ძალიან მინდა ვთხოვო ადამიანებს, რომლებიც რაღაც ამონარიდებს ნახავენ ხოლმე, ხო და არ აქვთ ჯერ ფილმი ნახე. კონტექსტიდან ამოვარდნილს. ნახეთ ფილმი. დღეს მეტაკლებად მაინც გვაქვს ამის საშუალება, რომ რამენაირად ფილმი ვნახოთ. კრიტიკასთან პრობლემა არავის არ გვაქვს, მაგრამ ცოტათი მოვზომოთ ადეკვატური უნდა იყოს. იმიტომ რომ ამდენი ბილ სიტყვაობა ქალისგანაც და კაცისგანაც აქ კონკრეტულად ვინმეს კი არ გვეხებიან, ანუ ამონარიდიდან გამომდინარე. უბრალოდ შეუძლებელია ამისი ათუნაც წაკითხვა და მით უმეტეს არ ვიცი მე ესე ვარ, მე ვერ ვიტყვი საკვებზე ფუფ თუ არ გავსინჯე. მე შემიძლია თქვა ან if ან ფუფ, ხო? მარტივია, ხო, ძალიან მარტივი ლოგიკა. არ შეიძლება არ ნანახ სპექტაკლზე, არ ნანახ ჯერ ფილმზე, რაღაცა იყო კატასტროფიულად რადიკალური და მე ბოდიშ ვეხდი ეს თქვენს იმას უსვამს ხას, ანუ განათლებას თუ შინაგან მდგომარეობას. პანოპტიკონი რა. ძალიან უხერხულია. პანოპტიკონი არის ფილმი, რომელიც ძალიან ბევრს დაგაფიქრებს. აი ეს იზიხარ და სადღაც რომ მიხვდები რას უყურებ, აი რომელი რაცა წუთზე რომ მიხვდები რა შარში გაყავი თავი რომ ამას უყურებ. გეწყება დაძაბულობა
და შიში იმისა, რომ სადმე არ მოიცნო შენი თავი. ზუსტად. და რო ამოიცნობ შენ თავს. აი მან მე გაწუვა ბრაზი. და ეს თუნდაც უბრალოდ პატარა rilsi იყოს. და Facebook-ზე ისეთი rilsები იდებოდა Instagram-ზე. რასაც მოყვა მე რაღაცნაირი კომენტარები, რომ ამას იმ ადამიანებს არ ჭირდებოდა მთლიანი ფილმის ნახვა რა. ალბათ იმ პატარა ზუსტად ის მომენტი შეხვდათ, სადაც აი ეს ამოიცნეს საკუთარი თავი და ან გაბრაზდნენ. და რა არის რეებს იღებთ აი ეგრე ცნობილი პრეზიდენტი ვერ მიხვდნენ რა რეაქცია ქონოდათ და გადმოვიდნენ შეტევაზე. ეგრევე შეტევაზე და ზოგი ხვდება და დავიწერეთ სხვანაირ კომენტარს, მაგრამ რეალურად მარტო აი რაღაც ქონდა წერილი რომ რა არისო რა მარტო შეჩემას ვეძახეთო სულო რა აი სულ ეს სიტყვა რატო არისო და რავი ეგრე არის ისიც რა ნაწილია ტერმინოლოგიით საუბრობენ კარგად აქვს შედარებული მე მაგალითად არის ხო ეს თიაცე ტაძარს და რომ მაგას არ მომხობ იმას შეადარო ტაძარს სარკე ნამდვილად არის რომ მე შეიძლება ერთო ვიყიდო ბილეთი არ აქვს მნიშვნელობა ფილმზე თუ სპექტაკლზე მოვიდე დავჭდე მაყურებლის რიგში ვუყურო სპექტაკლს და რაც თქვა დავინახო ჩემი თავი და დავინახო რაღაცა ასწორად გადადგმული ნაბიჯები ცხოვრობ ან პირიქით და ეს იწყებს მე თავის საქმეს აკეთებს არ არსებობს ვარ გაფიქრებს აი ეს მინდოდა და მეკითხა იმიტომ სულ დაობენ ამ თემაზე ხელოვნება ნებისმიერი დარგი აკეთილშობილებს ცulis უკეთესობისკენ თუ მაინც იგივე ფოტოშორის ერთ-ერთ სულიერო ის ერთ-ერთ მამაოსთან მქონდა ცოტა ხნის წინ ამაზე საუბარი და მithos საბერძნეთშიო იყო ტაძარი სადაც თავის მრევლს უფინანსებდნენ ბილეთებს, თეატრში წასასვლელთა ენახა სპექტაკლები კი. რომ ვფიქრობთ, რომ ამ კიდე უფრო უკეთესად რაღაცებს დავანახებთო და რაზეც მე მათთან ვისაუბრებო რა. ანუ ძალიან სწორად არის შედარებული სარკე. გახედებს სარკეში რა. გაჩნდა ადამიანებს კიდე რა, ვიზე როგორ მოქმედებს ფილმი რა. არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც აი ეგ არის რა. დაინახავენ რამე ისეც რაც მათ აზრს არ ემთხვევა და ავტომატურად მათთვის ეს არის არასწორი და მაგ დროს მეწოდებიან ყველაზე მეტად მათი შვილები იმიტომ რომ ისინიც ეგრე სწავლობენ იმ მომენტში რომ ეს არის არასწორი და აუცე მე ახალი თაობა ცოტა ეგეთ თაობა არის რომ მაინც გავა და მაინც გაიგებს და მაინც ნახავს და მაინც წაიკითხავს და მაინც სადღაც შეხვდება ეგ სულად და სადღაც დაფიქრდება რა მაგრამ მაინც აი თავიდან ყველა ეგ არის მაგალითად სანდროსჭის ხო მაგალითად სანდროსანამ არ გავიდა და ისიც არ დაემართა და ისიც დაემართა და ისიც დაემართა და ისიც ნახა და ისიც ახის და მე რაღაცა დასკვნად მივიდა და მანამდე მარტოობა მოუხდა ცოტა სანდროს იცი აი ის რომ მოხდა აბსოლუტურად გაფილტრა აღარ არიან უკვე მისივკლივის ადამიანები რომლებიც გავლენას ახდენდნენ და რაღაც ამ სიმარტოვეში უფრო იპოვა თავისი თავი და ბევრს ეშინია მარტო დარჩენის ეს შეგვაქადება და აუცილებელია ხო და რაღაც მომენტში საჭიროა ხო რაღაც კონკრეტულ კითხვებზე პასუხები მივიღოთ